ამიერიდან აღარ ახართ მონა და აქ უკვე შემოაქეს თავისუფლების ცნება. აი რის მერე იწყება ადამიანის თავისუფლება. თავისუფლება ეგოიზმისგან, ინდივიდუალიზმისგან, პატივმოყვარეობისგან, სიამაყისგან, ხორციელი მიდრეკილებისგან, პირუტყვობისგან, დემონურობისგან, სიკვდილისაგან. გესმით? აი ამისგან გათავისუფლება, ამისგან გათავისუფლება. მერე იწყება, როცა ხდები უკვე შვილი და ამიტომ ამბობს, ამიერიდან აღარ ახართ მონა, არამედ შვილი, ანუ მსგავსი ხარ. ხატი ხო იყავი და შენი მსგავსება აღწევს რაღაც მწვერვალებს ღვთისადმი, როგორც იოანე მოციქული იტყვის, ჩვენ რო გარდავიცვლებით, თუ ვცხონდებით, რომ დავინახავთ უფალს ჩვენს იესო ქრისტეს, მაშინ აღმოგვხვდება, რომ ჩვენ ვართ ისეთები, როგორიც ის არის. ეს არის ცხონების გზა, ანუ ვიქნებით თავისუფლები, ნამდვილად თავისუფლები. ესა და ეს კიდე რას ნიშნავს? ხოლო უკვე თუ შვილი, თუ ნამდვილი შვილი ხარ, უკვე არსობრივად სახეცრული არ ქმნილება და ნამდვილი შვილი გახდი, მაშინ ხდები მკვიდრიცა ღვთისა ქრისტეს მიერ. თანამემკვიდრე, თანაძალაუფლების მქონე, გესმით? მე მნებავს, როგორც მე დავჯექი მარჯვენით მამისა, ისე მინდა რომ თქვენს დაждეთ მარჯვენით ჩემსა, უფალი ამბობს. გესმით? სადადის ადამიანი, ანუ ადამიანი ხდება საღვთო ენერგიის მიერ, ანუ მადლის მიერ ღმერთი. ღმერთი ხდება. აი ეს არის დღევანდელი დღესასწაულის ანი და ჰოე. დღეს იმიტომ დაიბადა ბაგაში ჩვილი, რომელიც ძნელი შესამჩნევია, რომ მე და შენ ღმერთები გავხდეთ, მე და შენ ღვთისშვილები გავხდეთ და იმ სიხარულსა და იმ ბედნიერებაში შევიდეთ აქვე და მე გავაგზავნოთ მარადისობაში, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურსმენია, არც გულს შეხებია, მაგრამ ჩვენთვის გამზადებულია ჩვენი მოსიყვარულე ზეციური მამის მიერ.